სტალინის სახლ-მუზეუმი და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი. ეს ორი ლოკაცია გორის მუნიციპალიტეტში ჩამოსულ ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. როგორც ადგილობრივი ტურიზმის განყოფილებაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ტურიზმია, რომელიც დღითიდღე ვითარდება. რობერტ მაღლაკელიძე აცხადებს, რომ ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და მათმა რიცხვმა 20,373-ს მიაღწია. მინდა გითხრათ, რომ გორის მუნიციპალიტეტში საკმაოდ გაიზარდა ტურისტების შემოდინება, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ჩვენთან არსებული ტურისტული ლოკაციები, განსაკუთრებით ტურისტები მიემგზავრებიან უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში და ასევე მასიურად ეწევიან სტალინის სახელმწიფო მუზეუმს, სტუმრობენ სტალინის სახელმწიფო მუზეუმს. გარდა ამისა, ისინი ათვალიერებენ გორის მუნიციპალიტეტის მთლიან ტერიტორიას, ზოგი პილიგრიმული კუთხით არის შემოსული მომლოცველობის სახით, უმეტესობას კულტურული ტურიზმი აინტერესებს, ისტორიული ძეგლები და ასე შემდეგ, ხოლო არიან აგროტურიზმით დაინტერესებული ტურისტები, რომლებიც სოფლებში მიემგზავრებიან და ღვინის მარნებს სტუმრობენ და ოჯახებში ათევენ ღამეს. ასე რომ მრავალფეროვანია ტურიზმი, მრავალფეროვანია ტურისტების რაოდენობაც. ტურისტები მინდა გითხრათ, სოფლიოს ყველა კუთხიდან მოედინებიან, შემოდიან გორში. 1 იანვრიდან 3 მარტამდე გორის მუნიციპალიტეტში შემოვიდა 20,373 ვიზიტორი, მათ შორის 16,754 უცხოელი ტურისტია. გასულ წელთან შედარებით ეს გარკვეულწილად მზარდი ციფრია, ჩვენ უფრო მეც ველოდებით.